კარგი რა ყველას ვიხსენებთ. ის გვახსოვს. ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, დასულები, კარგია. მაგრამ ჩვენ თავი თუ გვახსოვს ხოლმე, როცა ლოცვით. ლოცვას აქვს კარგი მიმართულება. ლოცვა მიმართულია ღვთისაკენ. მაგრამ ღვთისაკენ მიმართული ლოცვა გულისხმობდეს, უნდა გულისხმობდეს. მე ღვთისნიაში როგორ ვარ? აიტომ საკუთარ თავისკენაც უნდა იყოს მიმართული ეს ლოცვა. უფლისკენ და საკუთარ თავისკენ. შენ ხედავდი შენ აიტომ აი მექანიკურად ლოცულობ. ან რაღაცას ვაკეთებ თან ლოცულობ. ან კიდე რაღაცა მოსესმენი რაღაცა მაქვს ის ვაკეთებ და ის მე უში მესმის. მესმის. მაგრამ არ მესმის. ნუ შეიძლება გესმოდეს, მაგრამ ამ დროს როცა გესმის შეიძლება უძებ გაგახსენდეს შენი რაღაცა ცოდვა. ან მიხდე რომ რაღაც ვერ ახარ მთელი გულით უფლისკენ და გავიშე სინანული და მოვინდეს ვიდეოს გამოსახვა და ამ დროს ყოველში ჩანგო თუ რაღაც გიყავია თუ ყვავი ხელში და აუ დადეხა და ჩაიარა. და როგორ დავინახო ჩემი თავი ლოცვაში? ხო ის ხო მე მეხება. აი მე შენ უფალო და მე როგორ ვარ? მეტომ ჩვენ ხშირად ვაყოფილდებით რომ ტექსტს წავიკითხავთ ან ვიტყვით. და სიღრმე არ გვესმის. ამ დროს წმინდა წერილში და შესაძლოა ლოცვაშიც რამდენიმე შრეარი ხო და ამის განსხვავება თუ ხდება ჩვენ მიერ. უფრო ხშირად არა და ვერ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ხოლმე სიღრმე ღვთის სიტყვის მნიშვნელობის. არა გვესმის, მაგრამ რაცა ზედებად გვესმის, პირდაპირ გაგივით გვესმის, მაგრამ ჩემსკენ რა არის მიმართული ამ სიტყვაში, აი ეს მე ნაკლებად მისმის. ხო 50 ფშალმო ზეპიათ ვუჭით ეს გასაგებია. მაგრამ იცით აი მახსოვს ახალ მაშინ იყო ასეთი აღდინება ერში და ეკლესიის მიაშურა ხალხმა ახალგაზრდობამ ეკითხულობდნენ და 50 ფშალმოს ეხა და იგი კეთილი ყოფანები და შენ სიოსა და შენ სრუდენი ერუსალიმი და საქართველოისანი. ძალიან კარგია. მაგრამ ხედავთ რომ სრუდენი საქართველოსა დაირღვა. ის საფხაზეთი, ეს სამაჩაბლო, აი კიდე ბევრი სხვა რამე ჯავახით და ქვემო ქართლი კიდე რა დღეშია ეთნიკურად. ასეულ სრუდენი საქართველოისანი დარღვეულ მდგომარეობაში და რატო? და ჩვენ არ ვითხოვთ ფოლკეთილიყო და სიონსა. სიონი ვიცით, სიონის დადარი ვიცით. სიონი იერუსალიმში და არის რაღაც სადაც დადარიაში და სადაც მოციქულები იქ შეიკრიბნენ ელჩულობდნენ სულთინე გარდა მოვიდა ხო სიონი. სიონს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელობა. და თავარი ჩვენთვის კიდე მნიშვნელობა. გეოგრაფიული კარი სადღაც იქ რო არის, არა. ან სიონი არის იგულისა მორწმუნე ადამიანის გული. შალმოში სიტყვა რომ გამოირჩია უფალმა სიონი სამკვიდრებლად თვისა. ჩემ გულში უფალ თუ არ გვიდრობს, ესე იგი მაშინ ჩემი ლოცვა რა არის. და იერუსალიმი, ზღუდე იერუსალიმისანი, კი გალავანი, გასაგებია, საზღვრები,
მაგრამ ჩემში ზღუდე იერუსალიმი არის სჯული. სჯულისა როგორ ვიქცევი? ანუ მოწოდება არის ამაში და ამას მეფე დავითი რომ ამბობს, თავისაზე გულისხმობს და უფასდეს ხომ ვიცი 51 წელს რატო შეიქმნა, დიდი სინანული შეიქმნა და თავისაზე გულისხმობს. აღარ შეზღუდე იერუსალიმი, იმიტომ რომ სჯული და არღვია, უმძიმეს ცოდვა ჩაიდინა და აღადგინა. კეთილი ყოფნებით სიონსა. ჩემს აი ჩვენ როცა ამ სიონზე არ ვზრუნავთ, მაშინ ზღუდენი საქარელოსნი ირღვევა. ირღვევა ერთობა ჩვენში, ოჯახებში, ერში, თანამშრომლებში, ნათესავებში. აი ეს არის პრობლემა. ჩვენ ლოცვა დავიკითხე. მაგრამ სადღაც არის მიმართული ჩემსკენ არა. აი კიდევ სხვა სიტყვა ფსალმიდან მენი დაუთუფასა და მომხედნა მე და ის ლოცვა ჩემისა. გამახსენდა. აღმომიყვანე მე ღვიმისაგან გლახაკობისა ჩემისა. ნუ აღმომიყვანე ღვიმისაგან, ღვიმე გამოქვაბულია. მაგრამ არ წერია აღმომიყვანაო. გამომიყვანა კი არა. გამოქვაბდა ერთი გამოსასვლელი გამოდი. აღმომიყვანაო. ეს უბრალოდ გამოქვაბული კი არ არის. ეს სიღრმე აქვს. შენ უნდა მოიყვანოს უფალმა. სიღრმისა აღმომიყვანა გლახაკობისა ჩემისა. ანუ ჩემი ცუდი დაცემულობიდან ამომიყვანაო. ეს არის ღვიმე ჩემი გლახაკობისა. და თიხისაგან უყისა. აღმომიყვანაო. ღვიმისაგან გლახაკობისა და თიხისაგან უყისა. ნუ ასე თიხა ის ჭურჭელი ვიცი თიხის უყელი, ნუ უყი, არაფრის თხელი არ არის. და აი ამში უგულისხმობიდან ამომიყვანა. სინანული ჩემი ცოდვის განცდისა. აი ამ სიღრმე ამომიყვანა და იმ უგულისხმობიდან გამომიყვანა. როდესაც მე ლოცულობ, კითხულობ, მაგრამ მე რა მდგომარეობაში ვარ ამ დროს. აი ეს გავიწყდება. და ამომიყვანს სინანულით. ამომიყვანს გულისხმიერებით. დავითი ამას ამბობს, თავის თავზე ამბობს, მაგრამ იმას თავისი სათქმელი აქვს და ჩვენი სათქმელი ღვთის წინაშე. ასე რომ უიყოს ხოლმე როცა ჩვენ ლოცვობთ, გვესმის თუ არა ეს შრე იმ ლოცვისა, რომ ჩემსკენ არის მიმართული. აი ესე ვამბობთ, ზებრეთვით აცნობენ, შენ დააკუთეს ამბობ, შენ ძლევა ჯვარითა ბარბაროსა ზედა პირდაპირ და ჩვენ მოანჭე. გასაგებია. ერთ ეხება ძლევა ჯვარითა ბარბაროსა ზედა მაგრამ ის ბარბაროს ჩემში ხო ზის? ჩემი წარმართობა ხო, დაცვენ ბუნება ხო არის? ხო? ესე იგი, მეც მეხება ეს. ხო? ძლევა ჯვარითა ბარბაროსა ზედა ჩემში ბარბაროს როგორ მოციქულიც ამბობს მე სოფელი ჩემში ჯვარს ვაცვიო და ჯვარს ვეცი სოფლისათვისო. აი ეს მომხრე მიმართულება. თუ ჩვენში არ ხდება ეს, მაშინ იქაც არაფერი არ ხდება. მე ჰაერის მოძრაობა, მე ენით რა თქვი, სმენი გავიგონე, გული არ მონაწილეობს, გონება არ მონაწილეობს და რას ვითხოვ. ანუ ჩემ ლოცვა ვედრებაში, უბრალოდ ჩემ ლოცვაში ვედრება არ არის. წაკითხულ ლოცვა და ვედრება არ არის. და როცა ვედრება მე მაცოცხლებს ეს. აი ჩემ სინამდვილეს და რეალობაში ვარ მე ამას მოჩვენებს მე და მაშინ სინანულიც მიჩნდება. და მაშინ უფალიც მისმენს. აი ამას კიდე ტრიულ ლოცვას უტოდება. ბრუნავს მე და უფალი. ჩემ გულში გადის მე უფლისაკენ, უფალი ჩემსკენ და აი ეს მოვაწლები დავჭირდა რომ მე ეს დამინახა. და დამინახა რაც არის როგორ დაინახავ, მაგრამ რო გეძლება ისე ღვთისაგან, ნუ ეცოდები უფალს, ნუ
კი, ხო. მაგრამ ჰარსი და უცებ ლოცვისთვის ვაგინოთ კი, მაგრამ ეს ხო მე როგორ მდგება ქრისტიანში? ეს ჩემი სათქმელია. ეს მე მეხება. და აი მაშინ ერთი წამით ეს და ნაბერწკან სიცოცხლეზე შენ გულში გაჩნდება. უფალმა შეისინა. მადლობა ხმას ყველაფრისთვის.